მოგესალმებით, დღეს ხუთშაბათია 21 საათი და ეს არის მადის აღძვრელი პოდკასტი. აუცილებლად უნდა გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, რა თქმა უნდა, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და იყოთ ჩემთან ერთად აქტიურად, რაც მთავარია. რაც შეეხება სტუმარს, ნინი ქარსელაძეა დღეს ჩემთან ერთად. გამარჯობა ნინი, როგორ ხარ და ძალიან დიდი მადლობა, რომ დამითმე დრო. კეთილი იყოს ჩემი ფეხი. კარგად ვარ, მადლობა. და იმედი მაქვს, რომ ბევრი წარმატება ექნება შენს გადაცემას. ძალიან დიდი მადლობა. სანამ დავიწყებდეთ სხვადასხვა თემაზე საუბარს, მოკლედ არ მინდა რომ გამომრჩეს ჩემი ულამაზესი მაგიდის სუფრა. ძალიან ლამაზია. ხო, ნამდვილად ლამაზია. მე და ქართული კომპანია ტექსტილების კომპანია თენა დავმეგობრდით და თენა აწარმოებს მაგიდის სუფრებს, თეთრეულებს, ჩაის ტილოებს და ესეთ საყოფაცხოვრებო ნივთებს. კარგია რომ მითხარ, იმიტომ რომ სულ ვეძებ ხოლმე მაგიდისთვის გადასაფარებელს ლამაზ და ძალიან მომეწონა. ხო, თან რა არის, იცი რომ დაასხამ წყალს მაგალითად ან ღვინოს ან რაღაცას, ეგრევე შეგიძლია მოწმიდო, წყალგაუმტარია და ფანტასტიკური. შენ რამდენად გიყვარს ინტერიერში? გიждები სახლის რაღაცეებზე, ძირითადად ამას ვყიდულობ ხოლმე და სულ ვეძებ ხოლმე ლამაზ გადასაფარებელს მაგიდისთვის და ძალიან მომეწონა აუცილებლად ნახავ ამ გვერდს ალბათ იქნება ხო, თან ნახე სოციალურ ქსელშიც და თან მოდი პირდაპირ საჩუქარსაც გადმოგცემ შენთვის აქვს. თენა გადმოგცემს. ძალიან დიდი მადლობა. აბა ნახე როგორი პრინტი აქვს, დავანახოთ კამერასაც. ულამაზესი პროცეულები. ხო, ძალიან ლამაზია. ძალიან ლამაზია და ძალიან დიდი მადლობა. მშვიდობაში. დარწმუნებული ვარ, ძალიან გაალამაზებს შენს მოუხდება აუცილებლად. ხო. და ასევე ბომბარი პრემიუმ ხარისხით დამზადებული ფიტნეს შოკოლადები, უშაქრო შოკოლადები, საღამოს თუ მოგინდა ტკბილი, შეგიძლია რომ თამამად სუსტი წერტილია ტკბილი. კი, ჩემიც ნამდვილად და შეგიძლია თამამად მიირთვა. ასევე სპარი არის ჩემი მეგობარი კომპანია, სადაც შეგვიძლია ყველანაირი სახის პროდუქცია ჩვენს უბანში მოვიძიოთ, შევიძინოთ და მოკლედ აქაც ყველაფერი რაც გვაქვს დავაგემოვნებთ. ფოტოშორის მე ხშირი მომხმარებელი ვარ სპარის. კი, და ყველაფერი შეგიძლია ნახო, როგორც ტკბილეული, ასევე რაღაც საკვები და აი აქ რაც წარმოდგენილია ექსკლუზიურად სპარში შეგვიძლია შევიძინოთ და ყველაფერს განვიხილავთ. და ასევე ლოსალტის ჯანსაღი მარილი, ჩვეულებრივი მარილისგან მხოლოდ ჯანსაღი თვისებებით განსხვავდება და ამაზეც მერე ვისაუბრებთ. ეს არის მარილი დიდი ბრიტანეთიდან, ჩემო ნინი. ხო და რაც შეეხება მოკლედ თავარ თემას, ხა მე ვსინჯავ ჩემი სტუმრის საყვარელ კერძს, ხო ასეა. და ნუ ბევრი კერძი გიყვარს, როგორც თითქოს ყველაფერი გიყვარს და ყველაფერს ვჭამ. არანაირი შეზღუდვა არ მაქვს. მაგრამ დღეს შევარჩიეთ სუში. იაპონური რესტორანი. კი ბატონო, და სხვათა შორის ბევრჯერ ჭამთ ხოლმე ჩემთან სუშის, იმიტომ რომ ჩემი სტუმრების მართლა საყვარელი საჭმელია ასევე ჩემიც, ძალიან მიყვარს და მოდი მოვიდა უკვე და თან მივირთვათ, თან ვისაუბროთ. დრაკაის სუში მოგვაწოდა დღეს, ეს არაჩვეულებრივი სუშები, ტატიშვილის 14 ნომერში მდებარეობს. და ერთხელ გვქონდა უკვე დრაკაის სუშები ჩვენთან და ძალიან ვისიამოვნებთ სალიკო ყავდა ბერგერი და ხო იცი რა მოუგონა. დრაკაის სუში. ვიყვარს. და მართლაც რაღაცა კარგად დაჯდა და დრაკაის სუში მოკლედ ნამდვილად მეგობრებო. სანამ დავაგემოვნებთ, როგორც უკვე აღნიშნე, სპარი არის ჩემი მეგობარი კომპანია და დღეს წარმოდგენილია ამერიკული კოლები. ეს არის კოლას განსხვავებული გემო, რომელიც მხოლოდ სპარში შეგიძლიათ შეიძინოთ მეგობრებო. სამი სახეობა არის: კლასიკური, ლიმონი, ლაიმი და პორტოხალი. რომელი გინდა? კლასიკური ალბათ, მე კი არ ვცავ გაზიანს, მაგრამ თქვენი ხათრით დღეს მოდი დავაგემოვნებ კლასიკური. სულ ცოტა ვსევ. მეც ვერ დავდი. დავისხა. აგვიმარჯოს. ძალიან გემრიელია ფოტოშორი. კი, მოდი აი თითო მოკლედ დავაგემოვნოთ. ახლა სულ შეჭამეთ თქო არ ვამბობ. გავსინჯეთ როგორია. მე ძალიან მიყვარს შემწვარი. მეც ფოტოშორის ძალიან მიყვარს შემწვარი. ამ ბოლო დროს ძალიან დავამოღამე, ძალიან მიყვარდა რა თქმა უნდა კლასიკური ფილადელფია, თუმცა შემწვარი ძალიან მე ბოდიში ხელით ავიღებ. ძალიან კაია.
ძალიან გემრიელია. რამე რეცეპტი გაქვს, რამე ისეთი კერძის, რასაც თქვათ გიყვარს, კარგად გამოგდის და ესეც ცნობილი არის ჩემი ხაჭოს პასკა. ჩემ სირგლივ ადამიანებს რო კითხავ, ჩემნაირად კარტოფილს ვერ წვავს ვერავინ. მე ამის არ მჯერა, მაგრამ აი ძირითადად ამაზე მოდიან ხოლმე ჩემი მეგობრები, რომ აი ჩემი გაკეთებული ჭადი და შემწვარი კარტოფილი რაღაც განსაკუთრებულია, რომ კითხო სხვებს. ჩემთვის რა თქმა უნდა, ჩვეულებრივია, მაგრამ ალბათ მე უფრო მგონია, რომ საჭმლის კეთება განსხვავდება იმით, რომ რამდენად გულით აკეთებ. ამას გრძნობს თვითონ საკვები და გემრიელი გამოდის უფრო მაშინ, როცა მთელი გულით ცდილობ, რომ გააკეთო. ალბათ, მე ესე ვფიქრობ. აი, ცომსაც უნდა მოვეფეროთო და რაღაც კი, მე ვეფერები. მარტო ცომს არა, ყველა უნდა მოვეფეროთ მე აი მთელი სიმღერით და რაღაცა იმით, ჩემი რიტუალები მაქვს. უმღერი ხოლმე საჭმელებს. რას უმღერი ყველაზე ხშირად შენი რეპერტუარიდან? არა, ჩემი რეპერტუარიდან არა, მაგრამ აი სულ მაქვს რაღაცნაირი მუსიკა ჩართული, ძირითადად კლასიკური მაქვს ხოლმე ჩართული, როცა ვაკეთებ და აი სიამოვნებს ძალიან და იმდენად გულით ვაკეთებ, მიყვარს მე თვითონ საჭმლის კეთება. და ეს რაღაცნაირად ჩემს ოჯახში თან ტრადიცია, ბებია ჩემი აკეთებდა სასწაულად. ხათუნასაც ძალიან კარგი ხელი აქვს და ალბათ ეს მეც მთაწილად მათგან. და რა გაგისინჯავს, რამე უცნაური მაინტერესებს, რაც ყოველდღე დაგამახსოვრდა. აი მაგალითად, რამე საზღვარგარეთ ისეთი. ბაყაყის ხორცი, რომელიც უბრალოდ არ ვიცოდი, თორე არ შევჭამდი, იმიტომ რომ არ მიყვარს ექსპერიმენტები. ხორცი მიყვარს ძალიან, მაგრამ მიყვარს ჩვეულებრივი. აი ეს რაღაცა განსხვავებული ხორცი, უბრალოდ ბოლოს გავიგე რომ ბაყაყი იყო და ზუსტად იდენტური ქათმის გემო აქვს. ბევრს უთქვამს ხო ქათმის გემო აქვს. ხო და აი არ ვატარებ ექსპერიმენტებს, არ მიყვარს, მაგრამ მიყვარს ყველანაირი ზღვის პროდუქტი. და შესაბამისად აი ყველაფერს ვჭამ, მაგრამ აი რაღაცა ეს გვერდის ხორცი, რაღაცები ეს არ არის ჩემი. პიცა ანანასით გიყვარს? არ მიყვარს ტკბილის და მარილიანის შერწყმა. ერთადერთი რასაც ჭამ და ისიც ძალიან ცოტა ხნის წინ გავსინჯე, ჩემი ანასტასიას გამზრდელი ტანია არის მეგრელი და სამეგრელოში ჭამენ თურმე ვაშლატამას მარილით. ნუ ისეთი გემრიელია და მწვანე ვაშლს. ვაი მე სამეგრელოდან ვარ და არ ვიცი ეგ. სხვათა შორის მე მომკლავენ. ხო და აი პირველად გამასინჯა ტანიამ და მთელი ოჯახი ვჭამთ ამას. მოიწან როგორ არის? ჩვეულებრივი ვაშლატამას მოყრილი მარილი და მწვანე ვაშლს. მარილი. ისეთი გემრიელია, რომ ნუ არ ვჭამ მაგალითად საზამთროს და ყველს, ან ცხოვრებაში არ გამისინჯას. აი ნუტელას და ხაჭაპურს, აი რაღაცა ეს. ერთადერთი ყველი და თაფლი ალბათ იმ ტკბილს და მარილიანს შორის, რაც არსებობს, ერთადერთი რასაც ვჭამ, ეს არის თაფლი და ყველი. მარილი თუ გიყვარს? ზოგადად საჭმელში. ძალიან. გიყვარს ხო? სულ მაგას ვებრძვის, სულ შეშუპებები მაქვს მაგიდან. აი ერთადერთი რასაც ერთადერთი როგორ ხა შაქარიც არ დამითმია, მაგრამ ჩაიც ვსვა უშაქროს, უბრალოდ ყავას შაქრის გარეშე ვერ ვსვა. მაგრამ აი რაც შეეხება მარილს, აი ვერაფერს ვერ ვჭამ უმარილოს. ჩემთვის ყველაფერი უგემურია. ხო და შენ შეშუპება ახსენე და მე დღეს დასაწყისში მარილი ვახსენე და ხო, აი ეს დამაინტერესა ძალიან. მინდა გითხრა, თუ შეიძლება რომ მომაწოდო თან ვიტყვი რომ ეს არის მოკლედ ლოსალტის მარილი, როგორც აღნიშნე, 66%-ით დაბალ ნატრიუმს შეიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ უზრუნველყოფს სხეულში არ შეიკაროს წყალს და მოკლედ ძალიან ჯანსაღი თვისებების მქონე არის. ჩვეულებრივი მარილისგან განსხვავებით გემო იგივე აქვს, თუმცა აი თვისებები აქვს კარგი და მე უბრალოდ ეს ჰიმალაის მარილს ხმარო ბოლო წლებია და ეხლა ამან ძალიან დამაინტერესა, აუცილებლად უნდა გავსინჯო. კი, ეს არის დიდი ბრიტანეთიდან და ხო, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი როდესაც დიეტის დროსაც კარგად გამოიყენება, იმიტომ რომ ყველა კიდევ კაი დიეტა არ მჭირდება. ხო, მაგრამ აი ვიღაცები რომ დიეტობენ და რაღაცა ეს დრო ამ დრო მაგ დროს ძალიან კარგია, იმიტომ რომ როდესაც სასწორზე ვდგებით, ხო, თავარი არის კილოგრამი არ გვჩვენოს, იმიტომ რომ შეიძლება წყალი იყოს, დიდი რაოდენობით ორგანიზმში. ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. სუშის ახლა ვერ მოხდით, მაგრამ მოკლედ ისე ძალიან კარგია და კარგია, როდესაც ესეც სასარგებლო და დავაგემოვნო. ხო, მე გააზიარე შენ. კი, აუცილებლად. ნინი, იცი რა მითხარი? რესტორანი თუ გექნებოდა, რა სახელს დაარქმევდი? აი, არ ვიცი. ისე თუ გექნებოდა? არა. და ბევრი მიფიქრია ამაზე, იმიტომ რომ
ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ზოგადად მე ყველაფერი რასაც ვაკეთებ ჩემთვის რამეს თუ ვიწყებ ის უნდა იყოს ანუ ძალიან მაქსიმალისტი ვარ საშუალოს ვერ ვიტან ვერაფერს შესაბამისად ისეთ რამეს ხელს არ ვკიდებ რაც ვიცი რომ შეიძლება საშუალოდ გამომივიდეს და ვიცი რომ უბრალოდ ეს არ არის ჩემი სფერო მიუხედავად იმისა რომ მე თვითონ კულინარია ძალიან მიყვარს და კარგად გავამდის საჭმელების გაკეთება ეს არ ნიშნავს იმას რომ მე ვიცი ეს სფერო და ეს ბიზნესი. ამიტომ მირჩევნია სხვის რესტორანში ვიარო, დავაგემოვნო ახალ-ახალი გემოები და პირიქით ძალიან მივესალმები იმდენი ახალი კარგი რესტორანი გაიხსნა თბილისში, ყველა ფაქტიურად ერთმანეთზე უფრო გემრიელი. აი, გადატანით მნიშვნელობით მაინტერესებს ესე უსვან ხოლმე ჩემს სტუმრებს, მადას რა გიღწევს ცხოვრებაში? ანუ რისი კეთება, რა ქსიამოვნებს, რა გაძლევს რაღაც მუღამს, ასე ვთქვათ. სხვათა შორის აი ძალიან გასაკვირი, აი რაც არ უნდა იმ წამის ნაჭამი ვიყო და დანაყრებული დედა ჩემი ჭამს ისე გემრიელად, რომ თავიდან გინდება. ოღონდ ეს მარტო მე არ მithქვამს, მის ირგვლივ, მისი მეგობრებიც ყველა ამას აღნიშნავს, ისეთ გემრიელი ჭამა იცის, რომ ერთადერთი რაც თავიდან მასშია. ხო, თან ხო მადაჭამაში მოდის, რომ ხო, თორე კეთების დროს ხოთა შორის აი ძალიან ნაკლებად, რომ რაღაცა იმ მომენტში მე მგონი თვალი ნაყრდება, როცა აკეთებ და ბევრისგან გამიგია, ხო, ბევრისგან გამიგია და ჩემ შემთხვევაშიც ასეა. როდესაც ვაკეთებ მე თვითონ, აი მე არასდროს არ ვჭამ ჩემივე გაკეთებულს იმ მომენტში, რაღაცა პერიოდის მერე კი. აი ცხოვრებისეულ მადას რა გიღწევს, აი ცხოვრებაში, საჭმელს რა შევეხოთ, ასე ვთქვათ. ბევრი რაღაცა არის, ესე კონკრეტულად ერთი რაღაც არა, ძირითადად აი ბოლო პერიოდში უფრო ადამიანებს აი ონკოპაციენტებს ვისაც ვეხმარები, ეს არის ჩემი მთავარი мотиваცია ცხოვრების ამ ეტაპზე. ხო. და აი ტონუსში ვარ მაშინ, როდესაც ვიცი, რომ აი ვიღაცას რაღაცაში შეიძლება გამოადგეს ჩემი გამოცდილება. კი, აი ამაზე სხვა შორის კითხვაც მქონდა, მაინტერესებდა, რომ როგორც გავიგე და ალბათ მოსაუბრელიც იყო, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე ეგრე, ჩართული ხარ აი ამ ონკოპაციენტების, ვთქვათ, ინფორმაციულ დახმარებაში. აი, ხავ ვაკეთებ ფონდს. ძალიან რთულ და სენსიტიურ თემას შევეხებ. 6 წელია ალბათ ეს მინდა რომ დავიწყო და გავაკეთო, მაგრამ ძალიან ვფრთხილობ. აი ეხა რატომაც ეს იწელება ამ ფონდის საბოლოო დაარსება არის საბუთები, რაც მინდა რომ იყოს ძალიან გამჭვირვალე და ყველა პუნქტი, რაც ეხება მატერიალურ მხარეს, იყოს იმდენად სკრუპულოზურად გაწერილი, რომ ერთი კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს არავისთვის. შესაბამისად, აი ამიტომ გამეწელა, თორე რეალურად ანუ ამ ფონდის ირგვლივ ძალიან ბევრი რაღაც გაერთიანდება, არა მარტო ონკოპაციენტების დახმარება, ფსიქოლოგები, ადამიანები, ვინც მერე უკვე სამომავლოდ ეს ჩემი ოცნებაა და იმედი მაქვს რომ გამომივა და ვიცი ზუსტად რომ ღმერთი დამეხმარება ამაში. მინდა რომ უცხოელი ექიმები ჩამოვიყვანო, ვინც ძალიან დიდი როლი ითამაშა ხათუნას გამოჯანმრთელებაში. ეს არ იქნებიან მარტო ონკოლოგები, ბევრი სხვა პროფილის ექიმები და ვნახოთ რა გამოვა. თავარია რომ დავიწყე. აი, ძალიან მაგარი საქმე დაიწყე და წარმატებებს გისურვებ. დიდი მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მეც რომ გამოვიარე ეს ამბავი, მეც მაქვს სხვა შორის ჩემი ჯგუფი Facebook. ანუ მე ხო 2022-ში გავაკეთე ეგ თუ 23-ში. მკერდის სიმსივნე და ჩვენ ესე ქვია. მეც უბრალოდ მაგისთვის გავაკეთე, რომ რა თქმა უნდა გამოცდილება გავუზიაროთ ერთმანეთს და მაშინ რომ მეგონა რომ მარტო მე მჭირდა მე მგონი ეს მკერდის სიმსივნე. ყველა გაჩნდა მოკლედ. ძალიან დიდი მაჩვენებელია პროცენტული. სულ ამას ვკითხულობ ხოლმე რომ მომართვიანობა ანუ გაიზარდა თუ უბრალოდ ეს დაავადების რიცხვი არის გაზრდილი და ძირითადად ბოლო პერიოდში ყველა ონკოლოგი ქართველი პასუხობს რომ ნინი მომართვიანობამ გაიზარდა. ანუ მომართვიანობამ იმიტომ რომ ადამიანებმა დაიწყეს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ეს ყველაზე ძალიან მიხარია რომ
ადამიანებმა დაიწყეს სკრინინგი, ჩეკაპი და ეს რაღაცა გეგმიური კვლევები რისი საშუალებითაც უკვე ძალიან ადრეულ სტადიაში იგებენ ამ დაავადებას და ისე მიხარია რომ ხო, ძალიან. და შენი ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ თქვა, როდის შეიძლება ის უფრო სექტემბრიდან და რა შეიძლება ერქვას სახელი თუ მოიფიქრე და რა სახელიც ვიცი, ჯერჯერობით არ გავაჟღერებ, ყველაფერი მოფიქრებული მაქვს. ეს უბრალოდ აი საბუთების დონეზე, აი ამ წუთებში იურისტები სხედან და ზუსტად იმ წესდებას მიკეთებენ, როგორი წესდებაც მე მინდა რომ იყოს. და აი თქვა მოგმართავენ პაციენტები და კი, მე უკვე მექნება სადმე ან შეიძლება ხო აქეთაც ჩამოვიდეს კი, მე უკვე მექნება ქართულ ონკოლოგებთან შეხვედრა და იქ უკვე ეს პაციენტები აღრიცხვაზე ვინც არიან ჯგუფი იქნება, ვინც მე უკვე რამოდენიმე კონკრეტულად, რამდენსაც შევძლებთ დასაწყისში ალბათ ყველა ვერ იქნება ამ სიაში, ვისაც დაეხმარება ჩემი ფონდი, მაგრამ ეს პირობას ვდებ, რომ ეს რიცხვი ყოველდღიურად გაიზრდება. ხო, ნამდვილად ძალიან კეთილი საქმეა და დიდი მადლობა. ძალიან მაგარია. მადლობა. ღმერთი დარწმუნდება, ამაში ძალიან დაგეხმარება. კი, მის დახმარებას და მის ყოფნას ჩემს ზურგს უკან სულ გრძნობ და ხო, აი შვილისთვის რამდენად რთულია აი ეს ყველაფერი რომ გამოიარე შენ და როგორ აი რას განიცდიდი. უფრო მგონია რომ აი ხათუნას დაავადებამდე და მერე გაიყო შენი ცხოვრება, არა? კი, სულ ამბობ ხოლმე რომ ჩემი ცხოვრება არის ხათუნას დაავადებამდე და უკვე მერე. ხო. ხათუნას რაც შეეხება, ხათუნამ დღესაც არ იცის რომელ მხარეს ქონდა ონკოლოგია. ძირითადად არასდროს მიდის ჩემს გარეშე ექიმთან, მაგრამ თუ ესე მოუწია მირეკავს იქიდან და მეკითხება ხოლმე რომ აი ფორმა 100-ისთვის მჭირდება და ხომ არის დედა გამახსენე რომელ ფილმზე მქონდა ხო ნუ ალბათ ამ ხასიათით და ამ დამოკიდებულებითაც აჯობა ამ დაავადებას და მოერია სირთულე ნუ ეს სულ მეუნებია რომ ეს გზა რაც გავიარე რაღაცა პერიოდში დაგავიწყება მაგრამ არც ერთი წამი დღესაც 6 წელი გავიდა და არც ერთი წამი იმ რთული და კოშმარული დღეების არ დამიწყებია და ნუ ალბათ ესეც ჩემი ცხოვრების ჯვარია რომელიც უნდა გამევლო მეტარებინა და ვთვლი რომ ალბათ ღვთისწყალობით რაღაცნაირად ვაშკაცურად გავიარეთ ეს პერიოდი დაგიტოვა რამე აი ფსიქოლოგიური ეს უკვე იცი როდის როცა უკვე გამოჯამრთელდა უკვე კარგად მერია ხოლმე უფრო ხო აი მაშინ ალბათ ვფიქრობ რომ მოვდუნდი რაღაცა ეს ემოციურადაც ცოტა დამშვიდი და მაშინ დამემართა პანიკური შეტევები და აი რა სახის იყო მაგალითად და 10 დღეს ასწრაფოსთან ერთად მეძინა იმიტომ რომ მიდიოდნენ ნერვიულობის უფრო ძაფრები მემართებოდა და ისეთ საყვარელი ხალხია აი აქედანაც მადლობა მინდა უთხრა ყველა სასწრაფოს თანამშრომელს იმიტომ რომ 6 წლის განმავლობაში მათი დახმარებით ძალიან ბევრი გავიარეთ და განსაკუთრებით ჩემ შემთხვევაში ფაქტიურად არ მტოვებდნენ არც ერთი წამით. და ფიქრები გქონდა ცუდი მაგას თუ რატო იყავი? მე ფიქრებს ვერევი ძალიან მარტივად, იმიტომ რომ ეს ხათუნას დაავადების დროს სხვათა შორის ეს ძალიან გამოვიმუშავე. ეს ფიზიკურ დონეზე მემართება. გონია რომ ცუდად ახარ და რა ესე იყო. ხო, მაგრამ აი არ მგონია. ეგრე იყო. იმიტომ რომ არა, ნუ როგორ ხარ და წნევა ან მივარდებოდა, ან ძალიან მაღალი მქონდა, სულ დაბუჟებები. ნუ ფაქტიურად და საერთოდ ვერაფერს ვერ ხედავდი თვალებში. ხო, ეს გეტყოდი რომ ნერვოზულია. ეს არის ყველაფერი ვიცი რომ ტვინი დამოდის. მაგრამ ნუ ფაქტია რომ გააქვს, ნამდვილ, აი ხო, ეგ კაი ნერვოზულია რომ აი მაგას სუდად ვარ და სხვათა შორის მე სანამ დამემართებოდა ჩემ მეგობარს ქონდა. და სულ ვეუბნებოდი რომ კაი რა თავი ხელში აიყვან და ნუ როგორ შეიძლება მაგან გაჯობოს ნუ ფიზიკურად არ არსებობს ამას შენ მოერიო ხო ვერა ძალიან თურმეა ეს გავიგე უკვე მაშინ როცა მე თვითონ დამემართა და აი ფსიქოლოგთან იყავი ისე ფსიქოლოგთან არ ყოფილვარ თერაპიებს რაც შეეხება ნუ რაღაცა ტიპის საკვებ დანამატებს ვსვამ მარტო არანაირი ანტიდეპრესანტები არაფერს არ ვსვამ მსგავს ტიპის წამლებს მხოლოდ და მხოლოდ სცენარელს.
შენ როგორც ონკოპაციენტის შვილი, აი რაღაც პატარა რჩევას რას მისცემდი ადამიანებს, ვინ შეიძლება ახლა ამ გზას გადის, აი როგორ უნდა გაძლიერდნენ, რას ეთყოდი მათ? ერთადერთი აი რაც მშველოდა, იმიტომ რომ პანდემია რო დაიწყო, ყოველ მეოთხე დღეს საავადმყოფოში ხვდებოდა დედაჩემი და მე თვითონ ერთი კვირით გავფრინდი საზღვარგარეთ და იქ ჩავრჩი. ანუ ვერ ჩამოვდივარ საქართველოში და ყოველ მეოთხე დღეს ვიგებ, რომ ხათუნ არის საავადმყოფოში და ვრეკავდი და ვამბობდი, რომ ფეხით გადმოვალ მეთქი საზღვარზე, ოღონდ შემომიშვით მეთქი, აი ისეთ ცუდად ვიყავი მე თვითონ, რომ ერთადერთი რაც მშველოდა ეს იყო ლოცვა. და აი მაშინ არის ესეთი დედაღვთისმშობელი პანტანასა, ონკოპაციენტების არის კონკრეტულად და 40 დღე დაუჯდომოს უკითხავდი. ერთადერთი რაც მშველოდა, იმიტომ რომ არც ღამე მეძინა და არც დღე, აი 2 თვე ფაქტიურად ფეხზე გავატარე. საშინელება იქნებოდა. ამიტომ აი ერთადერთი ეს არის ლოცვა. ლოცვა გააძლიერებს. ხო, რაც მე ყოველ შემთხვევაში რაც მე მშველოდა. და თვითონ აი პაციენტებს რას ურჩევდი? აი იცი რა არის პაციენტი თვითონ იმდენად ცუდად არის ხოლმე რომ არც აქვს იმის ძალა რომ რაღაცას შეეჭიდოს და ებრძოლოს. ეს ალბათ ყველა პაციენტის მომნელის საქმეა. ისინი უნდა იყვნენ ძლიერები. როგორ არ ვიცი, მართლა. ხო. აი რო ვფიქრობ როგორ წარმოდგენაში არ მაქვს საიდან მოვიდა ეს ძალა ჩემში. და სულ ვფიქრობ რომ ნუ უბრალოდ ერთადერთი რასაც ვფიქრობ ეს არის რომ ღმერთმა მომცა ეს ძალა, იმიტომ რომ წარმოუდგენელია იმ დროს, როდესაც აი ამ დაავადებას იგებ და თან გეუნებიან რომ ნუ ისრაელში რა ჩავფრინდით მითხრეს რომ ტყილა უკეთებო და ფულსო ტყილა ნუ ხარჯავო. ანუ რამდენი ხანი ციცოცხლებსო, ანუ მიეციო საუკეთესო ცხოვრებაო და იბედნიერე მასთან ერთად და ნუ ისე გავბრაზდი რომ ვუთხარი რომ მევთხარი ფულს მევიხდი მეთქი და თქვენი საქმე გააკეთეთ თქვა და სხვათა შორის ებრაელმა ექიმა რომ მოვფრინავდით მეოთხე ქიმია რომ დავამთავრეთ მითხრა რომ ნუ მე პიჯვარს ვიწერდი ხოლმე რომ ეტყოდა რომ კარგი ამბავი მაქვს მითხრა რომ შენ ვისთანაც ლოცულობ ჩემზე ცილოცე ხა ნუ იმდა წარმოუდგენლად მიაჩნდა რომ აი ამ დაავადებით აი ამ დიაგნოზით რაც ხათუნას ქონდა შეიძლებოდა რომ ის კი არა რომ გადარჩენ ეცოცხლა უბრალოდ რომ გადარჩენილიყო ამისიც არავის ჯეროდა. თუმცა ეს არის ნუ ნამდვილი სასწაული. მართლაც ნამდვილი სასწაული და არასოდეს არ უნდა თქვა, არასოდეს არ უნდა დანებდე. რა თქმა უნდა, პირველი აი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს, რომ ეს დაავადება არ არის განაჩენი. როგორც კი ამ დაავადებას დაემორჩილები და ან დაინახავს რომ შენ მასზე სუსტი ხარ, მომენტალურად გერევა. აი მეც არ ვიცი როგორ წამოვიდა ეს მუხტი რომ ზოგადად პოზიტიური ადამიანი ვარ ისედაც და ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცა ყველაფერი კარგი დავინახო და არ დავეცე და ამ მომენტში ხო ძალიან რთული იყო მაგრამ აი რაღაცნაირად როგორ მახსოვს ქიმიებზეც როგორ მივდიოდი ხოლმე იცი რა ეს გამოვიფრანჭებოდი და დღეს ქიმია მაქვს აი ზუსტად ესე იყო პირიქით ან ძალიან თითქოს აი ჭხილებზე რომ მიდიხარ ხო იცი რა და შილაკი უნდა გავიკითხო ეგრე თუ ვერ იქნებით ჩათვალეთ რომ ვუკეთებთ ცუდს და გერევა ხო რაღაცნაირად წერია ყველას მაგრამ ერევა ადამიანს თუ როგორც კი დაინახავს რომ აი შენ დასუსტდი კი ნამდვილად აი რაღაც პერიოდის განმავლობაში საერთოდ არ ჩანდი სოციალურ ქსელში ნუ მარტო ინსტაგრამი გაქვს და აი რამ განაპირობა ეს აი რაღაც ხალხმაც შეიძლება გული გატკინა და არა ეს რაღაცა კონკრეტულ რაღაცებთან იყო კავშირში და ეს პერიოდი მე თვითონ ვიყავი ძალიან ჩავიკეტა და არ მქონდა არც სოციალური ქსელი, არც ფოტოები. სოციალური ქსელი მქონდა, მაგრამ არც ფოტო მეყენა და არც აქტიური არ ვიყავი. და რაღაცა პერიოდის მერე დაუბრუნდი. ხო. და ისე ხალხისგან იყავი, ქონდა რაღაც იმედგაცრუებები შენთან დაკავშირებით? არა და აგიხსნი რატომ? იმიტომ რომ ადამიანები, რომლებსაც არაფერი შეუქმნიათ, აი იმ ადამიანებსგან მე არ მწყირს არანაირი ცუდი კომენტარი. ადამიანი რომელიც რაღაცა განაწყენებული, გაბოროტებული, არარეალიზებული, არც საქმე აქვს, არც სამსახური, არც ვერც შედგა იქ, სადაც მას უნდა და ის რომ რაღაც კომენტარს დაგიწერს ცუდს და დღევანდელ ენაზე ბულინგი, რომელსაც მე არ ვცნობ,
მაგ სიტყვას, მაგრამ ფაქტია რომ ეს ამან მოიცვა სოციალური ქსელი. ძალიან სამწუხაროა ჩემთვის რომ დღეს უკვე აი ის იმდენად ახლობლებმა დაკარგეს ერთმანეთი, აი რაღაცა სისულელე მიზეზების გამო, რომ შესაბამისად სულ ვამბობ ამას, რომ რა კარგია, რომ არ მაქვს Facebook-ი. იმიტომ რომ იქ იმდხელა სიბინძურეა, რომ არ მინდა რომ ჩემი საყვარელი ადამიანები რაღაცა კონკრეტული მიზეზების გამო არ არსებობს ჩემთვის მიზეზი თუ იმდენად არ მატკენ რომ გული გამიხეთქო, აი არაფრის გამო არ შემიძლია ადამიანის დაკარგვა. მით უმეტეს ჩემი საყვარელი ადამიანები ისე უფრთხილდები ყველას, იმდენად სულს უბერავ ყველა ურთიერთობას, რომ არ წარმომიდგენია რა მიზეზი შეიძლება არსებობდეს, რის გამოც მე არ უთხრა გამარჯობა ან ნათლია ჩემს, ან ანასტასიას ნათლიას, ან ჩემ მეგობარს. შესაბამისად, აი ამ სოციალურ ქსელში არ ვარ. და არც მინდა რომ ვიყო. შენი აზრით რატომ არიან ადამიანები სულ მუდამ სხვისი კრიტიკის საქმეში გაწაფულები? სულ ფიქრობ მაგას და ალბათ აი თავისი საქმე არ აქვს. მე ხა ჩემი იმდენ ჯერ-ერთი არასდროს მიფიქრია და მდომებია რომ ვიღაცა ადამიანისთვის შეიძლება ვიღაცა შენც არ მოგწონს, ან მე არ მოვწონო. არასდროს არ დამიწერია ვინმესთვის რამე ცუდი კომენტარი, რომ ან რა საშინლად გამოიყურები, ან რა უშნო ხარ. აი ამ კომენტარის დაწერას ხო ჯობია რომ არ დაწერო. ამითი აი რა პლუსი გაქვს შენ? მე აი ამას ვერ ვხსნი. და ძირითადად იცი როგორი ადამიანები წერენ კომენტარებს, რომ შეხვალ შვილების ფოტოები უყენიათ და რაღაცა ეკლესიის ფოტოები, ვითომ ამოფარებული რელიგიას და ეკლესიას. ახლა წარმოუდგენელია ეკლესიაში დადიოდეს ადამიანი, წამდეს ღმერთის და იყოს ღვთისმოსავი და ღვთისმოშიში და შვილის ხელა გოგოს ან ბიჭს რა მნიშვნელობა აქვს კომენტარი დაუწეროს, რომ აი რაღაცა გამეორებაც არ მინდა ხოლმე. ხო, ძალიან უცნაურია. ეგ კი არა, ხალხი რა აღსარების რიგში რო დგას და როლანძღავენ ერთმანეთს. კი არა, განვიკითხავ ხა, მაგრამ რა ფაქტია რომ მეც განვიკითხა, მაგრამ და მე შედიან გვერდზე თვითითრევენ ვიღაცას, არა მე ვარ ჯერ რიგშიო და მე რაღაცა წარმოუდგენელი რაღაცა ხდება. ანუ რატო ხდება ესე არ ვიცი. ძალიან უნდა დაუკვირდეთ ხო რაღაც ძალიან ხშირი არის ეს. ხო, აი რაც უფრო შენ თავს ყველაფრის უფლებას მიცემ, გონიათ რომ უფრო მეტად იქნებიან რაღაცა არ ვიცი, აი რას აძლევს ამ ადამიანებს სხვის ილანძღვა, მე ამას ვერ ხვდები. აი ამაზე ყველაფერს გავეცი პასუხი. აი ამაზე პასუხი არ მაქვს სამწუხაროდ. არც მე. აი ყველაზე რთული გაშვება რა იყო შენ ცხოვრებაში? ბევრი რაღაცა გაუშვი და ბევრი ვიღაცა. სხვათა შორის ძალიან დიდი ფილტრაცია მოხდა ჩემ ცხოვრებაში. ბევრ ჩემ თვისებას დავემშვიდობე, რომელიც მე არ მომწონდა. და ბევრ ადამიანსაც დავემშვიდობე. სამწუხაროდ ესე მოხდა და ძალიან ტკივა გული. სიმართლე რომ გითხრა, ამას ჩვეულებრივად არ უყურებ. ადამიანების დაკარგვა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და მით უმეტეს საყვარელი ადამიანების, მაგრამ ესე მოხდა ცხოვრებაში. ჩვენი გზები გაიყო და ყველა მაგ ადამიანს, ვინც ჩემი ცხოვრებიდან წავიდა, ყველა მინდა რომ იყოს ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ არ მე არასდროს არავისთვის ცუდი არ მისურვებია და უბრალოდ ესე ხდება ხოლმე ალბათ რა ასაკთან ერთად ბევრი რაღაცები იფილტრება, იწმინდება შენს ირგვლივ და ალბათ ეს ძალიან ნორმალურია. აი მეუღლესთან დაშორება თუ იყო ერთ-ერთი მტკივნეული გაშვება? არა. არა. ანუ ეს მარტივად გაუშვი. პირიქით ძალიან დიდი სიხარულითაც. კაი ხანია ხო თქვენ ზოგადად უკვე? ჩაიარა კაი ხნის. ჩემ გადაწყვეტილება იყოს. და აი ამ ყველაფრის მერე შენ რა ჩამოგიყალიბდა, აი როგორი უნდა იყოს ბიჭი, რომელიც შენ მოგეწონება? ალბათ რაღაცას გაფილტრავდი კიდე, ხო? დამოუკიდებელი პირველ რიგში ოჯახისგან დამოუკიდებელი და თვითონ უნდა კონდეს აი მაგალითად ეს შექმნილი, აი უბრალოდ ამას ეს შექმნა, ელემენტარული. და ნუ ოჯახზე მშობლებზე არ უნდა იყოს ჩამოკიდებული. მე თვითონ მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება ძალიან შეძლებულ ოჯახში გავიზარდე,
8 წლიდან დამოუკიდებლად ვიზრდები და 12 წლიდან მაქვს ჩემი საკუთარი ფული. არ ყოფილი ვარ დამოკიდებული ოჯახზე, აი იმ ასაკიდან. შესაბამისად ადამიანი, რომელიც არ არის რეალიზებული, ის ვერ იქნება ჩემს გვერდით და ვერც არის. უნდა იყოს შემდგარი, არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერ რამე საქმეში. იმიტომ რომ ამ დროს კაცი, როდესაც რეალიზებულია, მე იმ კაცის გვერდით ყოფნა ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს ქალს და ბევრად უფრო დაფასებულია ქალიც. კაცი, რომელსაც არ აქვს ელემენტარულად იმის შესაძლებლობა, რომ შენ რაღაცით გასიამოვნოს, ელემენტარული ყვავილი გიყიდოს. არ ვიცი, წარმოუდგენელი ალბათ ესეთ კაცთან ურთიერთობა. თუმცა როგორც ვიცი, ისიც ძალიან შეძლებული ოჯახიდან იყო, არა? ოჯახი, არ ვიცი. ოჯახი იყო შეძლებული და ამას ოჯახი არ მაინტერესებს. თვითონ ოკეი. საერთოდ მაგ თემაზე არ ვლაპარაკობ. ხო, თვითონ ესე არ ქონდა ცალკე, ხო? ხო, რა ვიცი, აი მე არ ვთვლი რომ უკვე იმ ასაკში ვარ, რომ პირიქით ყველაფერი წინ მაქვს, მაგრამ ვთვლი რომ ამ ასაკში რომ არაფერი არ გაქვს შექმნილი, მერეც უკვე ვერაფერს ვეღარ შექმნი. მართალი ხარ, რამდენია ხა, ხო, მშობელს აქვს და რაღაცა, გასაგებია ძალიან კაია თქვა დაგეხმარება მშობელი, რა თქმა უნდა, შენ იმედი უნდა გქონდეს მისი შენი ოჯახისა, რა თქმა უნდა, მაგრამ ხა ყველაფერი ამ ასაკში რომ ხა დედიკო და მამიკოსგან მინდა და ხო მე არ გავაკეთო, ხო, ეგ საშინელებაა. თან ბიჭი როა თან კაცისთვის ეს ალბათ. გოგო კიდე ხო, აი კაი გოგოა. ჩემთვის გოგოსთვისაც სუდია, მაგრამ ნუ მithumetes ალბათ კაცი. ხო, აი ძალიან ისეთია, ეგ მაგაში მეც გეთანხმები, რომ ძალიან გამაღიზიანებელია. რომ აი რაღაცა ხო, ეგ კარგი ისინი კრიტერიუმები არის, მოკლედ ეს. და არ უნდა მომატყუოს ალბათ. იმიტომ რომ ტყუილი ურთიერთობაში ალბათ ვფიქრობ, რომ პირველი ბზარია, რომლის შეწებებაც მე აღარ შეიძლება. ხო, და ნდობას გაკარგვინოს ძალიან. ხო, ძალიან ცუდია მართლა. მე ძალიან დიდი ხანი გჭირდება ალბათ, რომ ჩემი აზრით ვერც გამოასწორებ ამას და იმ ნდობას ვერ აღიდგენ, რაც ალბათ ქონდა. კი, ნამდვილად გეთანხმები. ეხა ესენი ავალაგოთ ცოტა და მე მინდა რომ ტკბილი პაუზა შემოგთავაზო, ცოტა ესენი დავაგემოვნოთ შოკოლადები. მოკლედ ლაკასას შოკოლადის დრაჟეები გვაქვს აქ. 3 გემოა ფისტის, თხილის და ნუშის ბოდიში და ექსკლუზიურად სპარში შეგიძლიათ რომ შეიძინოთ. რომელი დავაგემოვნოთ? ფისტა ავიღე მე. ფისტა ალბათ. მოდი განუში, რომელი ჩემი? ორივე დავაგემოვნოთ თუ გინდა. მოკლედ ეს შოკოლადის დრაჟეები არის ხრატუნა, გემრიელი შოკოლადი, გემრიელი შიგ თავსი და მოკლედ ტკბილი პაუზა მართლაც, როდესაც გსურს რომ ჩაიქმარუნო პირი. ნინი, აბა გაგვისინჯე. სა. რა გემრიელია? აუ, ფისტის ძალიან მომეწონა. ძალიან გემრიელია. მე ფისტა ძალიან მიყვარს ზოგადად. მოკლედ სპარში დაგხვდებათ ლაკასას შოკოლადის დრაჟეები. ბოლოსკენ მივდივართ მოკლედ და შენ მითხარი რომ რაღაც თვისებები დავთმეო რა. და რა არის ახლა ესეთი თვისება, რაც რა თქმა უნდა ვიცვლებით ადამიანები რაღაცებს ფილტრავთ და შენგან მაინტერესებს აი რა. ბევრად უფრო ემოციური ვიყავი. და ამ ემოციას ვერ ვიკავებდი ხოლმე. ესე მეუნებოდნენ 1, 2, 3, 5-მდე დაითვალე. და 5-მდე რომ დავიწყე დათვლა და ამაზე მუშაობა, 5-ზე უკვე გაბრაზებული აღარ ვიყავი არავისზე. აუ ეს რა კაი რაღაცაა, მეც გამიგია, განმუშაობს. ძალიან ადვილად მწყინს ან ჩემი საყვარელი ადამიანებისგან უფრო მწყინს ალბათ ყველა ესეა და მე რაღაც განსაკუთრებული არ ვარ. უფრო მწყინს და იმ მომენტში ემოციურად შეიძლება უცებ ისეთი რაღაცა უთხრა, რომ ალბათ მე უფრო ვაწყენინო. შესაბამისად, აი ეს გამოვიმუშავე, რომ 5-მდე ვითვლი და მე უკვე მავიწყდება გაბრაზება. მე კიდე აი ზურამ ხეიძეს თქვავს მე მგონი რომ წარმოიდგინეთო თავზე როცა ბრაზდებითო ვიღაცას ჩაიდანი ახურავს და კივისო და მე ამაზე დაგეწყებათ თქვენს სიცილიო და რაღაც ეგეთი პატარა ტექნიკები. კი, რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია რომ ამით
ის თვისებები რაც შენ თვითონ არ მოგწონ შენში ამ ყველაფერს როგორც განვითარება და მუშაობა ჭირდება ყველა ადამიანს რა თქმა უნდა ახლა მე გამონაკლისი არ ყოფილვარ ხო და ბევრ რაღაცაზე ვიმუშავე ძალიან ბევრ რაღაცას მოვერიე შიშებს და ბევრი ისეთი თვისება რაც ჩემი არ მომწონდა ვეცადე ყოველ შემთხვევაში რომ ეს თვისებები შემეცვალა კი აი ზრდასრულობა რას ნიშნავს შენი აზრით ეს ალბათ ასაკზე არ არის დამოკიდებული, იმიტომ რომ შეიძლება 18 წლის იყო და უკვე ზრდასრული ადამიანი გერქვას და ეს არის ალბათ, როდესაც უკვე პასუხისმგებლობას იღებ შენ თვითონ შენ თავზე. და ამას აღიქვავ არა მარტო მატერიალურს, უბრალოდ ადამიანი, რომლის ქცევებზეც პასუხისმგებელი არის ის ადამიანი. შესაბამისად, ანუ შენ თვითონ ხარ შენ ქცევებზე პასუხისმგებელი. აი აქ იწყება უკვე ალბათ ზრდასრულობა, რასაც ქვია. ხო. რამდენად რთულია ისე? ძალიან რთულია, რა თქმა უნდა და როდესაც შენ ბევრს იღებ შენ თავზე და შენს მხრებზე ეს ძალიან საბოლოო ჯამში კარგი არაფრის მომტანი არ არის, მაგრამ სამწუხაროდ ხდება ხოლმე ესე, რომ გიწევს და გვიწევს ადამიანებს ბევრი რაღაცის აღება ჩვენ საკუთარ თავზე. ირგვლივ ხშირია შენი აზრით ზრდასრული ადამიანები? სხვათა შორის არა. და ძალიან მიკვირს ხოლმე, რომ აი მქონია შემთხვევები, რომ ისეთ რაღაცებზე არ იღებენ პასუხისმგებლობას ადამიანები, აი გამკვირვებია მათი. აი რაზე მაგალითად? ხო, აი ელემენტარულზე, რაც ოჯახს ეხება რა. და ალბათ ესეც აღზრდის და გაზრდის ერთ-ერთი მაჩვენებელია, როდესაც შენ არ გინდა პასუხისმგებლობა აიღო ელემენტარულ რაღაცაებზე. ხო. გაურბი ხარ, იმიტომ რომ ალბათ ეს სუსტი ადამიანების თვისებაა. აღზრდასაც ხანდახან არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება აღგზარდონ, მაგრამ არა, ხო, მაგრამ აი ოჯახში ამას ხომ მაინც უყურებ, რომ პასუხისმგებლობებს ვიღაცა ყოველთვის იღებს და შენ ამას ხედავ და მე რატომღაც ესეც შენ დაუნებურად, შენ ხო, რა თქმა უნდა არ არის აღზრდაზე, იმიტომ რომ მე ვიცი, ბევრი მინახავს ისეთი, ვინც სულ არ იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას და მის ოჯახში აბსოლუტურად სხვანაირად ყოფილა. მაგრამ ძირითად შემთხვევაში ეს სადღაც ეს ნაყოფი გამოიღებს ხო, ბევრმა არიდება. შეიძლება შეგნებულად არიდებენ თავს ამ ზრდასრულობას. ხო, უფრო დიდხანს ცხოვრობენ ეგეთი ადამიანები, უფრო მშვიდათად ძინავთ. კი. და უფრო ლაღად. ალბათ. რთულია. და აი ბოლოსკენ მინდა რომ ესეთ რაღაც კითხო, მარკეტინგის მსხვერპლი თუ გავხსარ ხარ ხოლმე, მაგალითად რაღაცის გამო, რეკლამის გამო. მე ვარ სულ რეკლამის მსხვერპლი. მართლა და რას ყიდულობ? ძირითადად კრემებს. ხო, სკინკეარი. ხო, ეს სახის რუტინის ეს ჩემი რაღაცებს, ძირითადად ყოველთვის მოტყუებული ვრჩები, მაგრამ მაინც ვერ ვწავლობ ჭკუას. აუ ხო, აი იმიტომ რომ გოგოები ალბათ ეგრე ვართ, რომ აი ხა ალბათ ეს ჩვენი სუსტი წერტილია ინსტაგრამზე ვნახე ისა და მე ნახავ და შორები შეიძლება ხო, რა თქმა უნდა, შენზე გამოიყენებ და ხვდები რომ აბსოლუტური ან შეიძლება ხო ბიუჯეტური უფრო მართლა სხვათა შორის ბევრად უფრო თავის საქმეს აკეთებ მე ჩემს სახის კანიდან გამომდინარე ყოველთვის ვამბობ მაგას რომ ყოველთვის ბევრად უფრო მშველი ძალიან ბიუჯეტური და სააფთიაქო საშუალებები ვიდრე რაღაც ძალიან ძვირად ღირებული კრემები რომლებიც ესე ყუთებით ვაგროვებ და მე ვასაჩუქრებ ხო აი ძალიან უბრალოდ მე პრობლემური კანი მაქვს და შესაბამისად ძალიან და ჩემს ირგვლივ ვერავის ვერ ჩუქნი იმიტომ რომ არავის არ აქვს ესეთი კანი ძირითად რეჟიმში მიწევს ხოლმე მე უკვე გადაყრა სამწუხაროდ. სკინკეარი უფრო გიყვარს თუ მაკიაჟის რაღაცები? მაკიაჟს არ ხმარობ არაფერს, ჩემი მაქსიმუმი არის კონსილერი და ტუჩის ფანქარი, რომელსაც ახლა რეკლამაში არ მინდა ჩამეთვალოს, ქართულ ბრენდს ხმარობ. ხო. თამოსკინს, კი მე თქვა რა, აი თამო ძალიან შემიძლია რომ არ თქვა, ეს ამ ფანქარს მაგალითად ყიდულობ ესეთი რაოდენობით 10 წელს 15. ეხა ახალი ფანქრები გამოვიდა. რო არ დამიმთავრდეს, იმიტომ რაღაცა პერიოდი გაწყდა და დავრჩი ამ ფანქრის გარეშე. თამო დაამატე ფანქრები. დაამატა უკვე, დაამატა კი და ამ ფანქრის გარეშე ჩემი ცხოვრება არ წარმომიდგენია და არ ხმარობ არაფერს, ხმარობ კონსილერს და ტუჩის ფანქარს. ეს არის ჩემი მაქსიმუმი და წარბის ფიქსატორს.
არა, თამოს მართლა ძალიან კარგი რაღაცები აქვს. წარმოუდგენლად კარგი პროდუქცია აქვს და წარმატებები მინდა უსურვა ყველგან და ყოველთვის. მეც საქედა წარმატება, ჩემთანაც რო იყო მოსული, იმდენი საჩუქარი მომიტანა, რომ აი მთელი ხუთი თან ეგეთი გოგოა ზუსტად მეც აი სულ მასაჩუქრებს თავის პროდუქციით და გიждები. კი, ძალიან საყვარელია. მოკლედ, ნინ, ბოლოსკენ მივდივართ და ესეთი ჩელენჯი მაქვს, ბომბბარის პირველი ლუკმის ტესტი. ეხლა აქედან მე ამოვიღებ რამდენიმე უშაქრო შოკოლადს, ყველა უშაქროა მეგობრებო. რომელიმე დააგებანე. ხეს იმდენი მაჭამე, რომ ჩემი აზრით უშაქროა. და მითხარი, აი თქვა რა ასოციაცია წამოიღო, რა შეადარებდი, რაღაც მოგეწონა თუ არა. მოკლედ. ერთი ლუკმა გამისინჯე. თუ გინდა ორი გასინჯე, არ მაქვს პრობლემა. მოკლედ ეს ქოქოსის არის. აი ქოქოს გავსინჯა. აბა მიდი. შეგიძლიათ შეიძინოთ სპარის აგროჰაბის ფრესკოს ევროპროდუქტის ფილიალებში. ჩემი საყვარელი ოკეანის პირას წევარ ახლა, რა კარგია ზღვაზე. ოკეანის პირას ვართ ხო ახლა? კი, სანაპიროზე. ნამდვილად, აი ქოქოსის. ძალიან გემრიელია სხვათა შორის. ხო, უშაქრო არის ეს, მოკლედ და დაბალი კალორიები, მაღალი ცილები. ერთი კვება შეგიძლია მთლიანად ჩაგინაცვლოს რა და რაღაც გადაატარო. ხო და ამიტომ ბომბბარი, რა თქმა უნდა, გასაჩუქრებს. აი მე ძალიან დიდი მადლობა. როგორ დასაჩუქრებული მივდივარ. კი ბატონო და სხვადასხვა გემოებიც არის, შეგიძლია გასინჯო. და რა თქმა უნდა, სპარიც არ გტოვებს. ჩემი საყვარელი სპარი. სპარში ვყიდულობ ყველაფერს, ძირითადად. ხო, და აი ეს შოკოლადის დრაჟეები. კი, და აი ეს წითელი ღვინო, პატანერას. არ ვსვამ, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა წითელი ღვინო, ძალიან მიყვარს. ხო, ეს არის ესპანური ღვინო, რომელიც ექსკლუზიურად სპარში იყიდება, დაბალანსებული გემო, სხვადასხვა ხილის ნოტები იკითხება და ძალიან კარგი დასალევია. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. გადმოგცე სპარის სახელით. უღრმესი მადლობა. წარმატებები მინდა რომ გისურვა და უფრო მეტი მაყურებელი. ძალიან დიდი მადლობა, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. მე შენ მინდა რომ წარმატება გისურვო, ჯანმრთელობა შენს ოჯახს. შენს ჯანმრთელობა ყველაზე მთავარი. კი, ეგ არის მთავარი და მე ყველაფერი იქნება მეგობრებო. ნამდვილად. მადლობა, მოკლედ ნინი სასიამოვნო იყო და გემშვიდობები. გემშვიდობები. ეს იყო ნინი ქარსელაძე, მადის აღძვრელი პოდკასტი. თქვენ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ, გთხოვოთ ჩემი YouTube არხი და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.